განვაგრძობთ გამოშვებას ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრი გაიხსნა. ცენტრი პეკინში ჩინეთის კვებისა და ალკოჰოლის ეროვნული კვლევის ინსტიტუტის შენობაშია განთავსებული და მას ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი ადამ ჰუანგი უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ცენტრი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გახსნა. დღეს გაიხსნა ჩინეთში პირველად ღვინის ხელშეწყობის ღვინის მარკეტინგის ცენტრი, სადაც წარმოდგენილი იქნება სრულფასოვანი ინფორმაცია ქართული ღვინის შესახებ, ხელი შეეწყობა ვაჭრობის ურთიერთობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რეალურად არ არსებობდა ასეთი ადგილი ამ ქვეყანაში და ჩვენ გვყავს მოგეხსენება ჩვენი წარმომადგენლები, რომლებიც აქ არიან და შესაბამისად ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი მეღვინეებისთვის ამ ქვეყანაში და მაქსიმალურად ხელშეუწყოთ ბუნებრივია და კიდევ უფრო გავაფართოვებთ ამ მასშტაბებს. ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრის მთავარი მიზანია ქართული ღვინის შესახებ საინფორმაციო მასალის ჩინურ ენაზე ადაპტირება. ღვინის სადეგუსტაციო კლასების ჩატარება სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისთვის. ქართული კომპანიების მონაწილეობის მიზნით ღვინის გამოფენების ორგანიზება. იმპორტიორებსა და დისტრიბუტორების საქართველოში სამუშაო ვიზიტების დაგეგმა და განხორციელების უზრუნველყოფა.